ვინაიდან და რადგან საკმაოდ აცივდა, გადავწყვეტეთ, რომ გადავიმჯდარიყავით მანქანაზე. თუმცა ის იმას არ ნიშნავს, რომ ველოსიპედს არ დაუბრუნდებით ხოლმე პერიოდულად. რამდენი ხანია რაც მანქანას მართავ? დაახლოებით 1 წელია. რაც ავიღე მართვის მოწმობა, მანამდე საერთოდ არ მქონია ინტერესიც კი მანქანისთან. ბავშვობაში მანქანებითაც კი არ ვთამაშობდი, იმდენად არ მაინტერესებდა. რომ მქონდეს არჩევანი გასაკეთებელი 5 ძირითადი შეგრძნებიდან, რომელს დათმობ. ყველაზე ნაკლებად სასიცოცხლო მნიშვნელობის შეიძლება იყოს გემო, რომ საჭმელი გვჭირდება ჩვენ იმისათვის, რათა ვიყვებოთ და გადავრჩეთ. როგორც ამბობენ, მომავალში რაღაც ტაბლეტებს გამოიგონებენ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, დავნაყავდეთ და არ მოუყდეთ, აღარ დავიცვალოთ ამის გამო. შეიძლება ეს გემო თავისით გაქრეს ასე რომ მომავალში, როცა ევოლუციას გამისდით. სოფლიოს მბრძანებელი რომ იყო, ყველაფერი რო შეგეძლოს. პირველ რიგში რას გააკეთებ? შვიდობას დავამყარებ. ალბათ. შვიდობა დედამიწას. ხო, ეს ძალიან ხო მის სოფლიოს წინადადებას გავდა, მაგრამ მაინც ასე ალბათ. გიორგი, ალ პაჩინო თუ დე ნირო? დასტინ ჰოფმანი. ხო, ასე კატეგორიულად? კი. ну ერთ კატეგორიის პრინციპში გადიან ეგენი ერთ კატეგორიაში. ალ პაჩინო უფრო ქართულ მენტალიტეტში ჯდება, იმიტომ რომ სულ ისეთი როლები აქვს. ზოინი ბიჭინა. ხო, ერთხელ ამერიკაში და ჩვენს მენტალიტეტში კარგად ზის და არ მიყვარს ხოლმე რომ ეს სხვა მსახიობებს იგნორს უკეთებენ და მხოლოდ ეს ორია წინ წამოწერენ. ქერა თუ შავგრემანი? იყო პერიოდი შავგრემნების, მაგრამ რო გითხრა ესე კონკრეტულად რომელიმე, ან შეიძლება სხვა ფერის თმა კონდეს საერთოდ. შეიძლება ნებისმიერი იყოს, თავარია. აი, თავარი რა არის? თავარი არის ის რომ მოგეწონოს თორემ შავთმიანი შეიძლება მოგეწონოს უთმოც მათ შორის და მწვანეთმიანი სადაც. თუ არ გაქვს რაიმე ესეთი კრიტერიუმი ჩამოყალიბებული, რომლის გარეშეც ხალი არ მოგეწონა? უნდა კონდეს ინტელექტი გარკვეულწილად, იუმორის გზნობა და კიდევ რა შეიძლება. სილამაზე. რას ვერ აპატიებდი საყვარელ ადამიანს? სერიოზულად დავიწყო, ის თქვა. აი ძალიან გამიხარდა რომ სერიოზულად არ დაიწყო პასუხის გაცემა, ანუ მიცნობ და იცი რომ ასეთ კითხვას უბრალოდ არც ვიკადრებდი და არც გაკადრებდი. მადლობა. შენი ნება რომ იყოს რის ნიჭს შეიძენდი? ალბათ სიმღერის, კარგად სიმღერის ოღონდ. საქართველოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაში, ფეხბურთში და კალათბურთში შენი საყვარელი სპორტსმენები ვინ არიან? ბოლო პერიოდში ძალიან კარგად გამოიყურება ჩვენი მოთამაშე, რომელიც ვიტესში გამოდის, ვაკო ყაზაიშვილი. ასევე თორნიკე შენგელია მომწონს ძალიან კალათბურთი. პელე თუ მარადონა? მე რადგან ბრაზილიის შემადგენელი ვარ. გასაგებია. გასაგებია, ხო? გიორგი, მე ვიცი რომ შენ ძალიან გიყვარს ანიმაციური ფილმები. დიახ. შენი საყვარელი ძველი ანუ შენი ბავშვობის მულტფილმი და ჩვენი თანამედროვეობის რომელია? ძალიან მიყვარდა ჰერკულესი და მიყვარს ახლაც ნებისმიერ მომენტში შემიძლია ვიყო ალადინი, ეს კლასიკა რაც არის. ქართული მულტფილმებიდან? აი მე წვიმად მოვალ ჩვენიერი ამინდია ამ კუთხით და წვიმად გადავიქეცი ის ნობილი სიმღერა. გიორგი, ნახე სად მოგიყვანა? ო, ძალიან კარგი. მოვედით ტელეიმედში. მადლობა, სასიამოვნო გასეირნება. მაყურებელმა ალბათ ცოტა სხვანაირადაც გაგიცნო, სხვა მხარეები გაიგო შენი. დიდი მადლობა. დიდი იმედი მაქვს და წარმატებას გისურვებ სხვა სტუმრებთან ერთად. მე ასე კომფორტულად ამგზავრებ ყველას, თორემ მაყოფილი ვარ ასე. დიდი მადლობა. კარგად.